ტრამპი ბირთვული რიტორიკიდან ბირთვულ მოქმედებაზე გადავიდა, ასევე სიმართლე უკრაინული სამხედრო დაზვერვის გურის შავი ქორის დესანტზე და პუტინის პოსეიდონზე. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 6 ნოემბერია 2025 წელი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1351 დღე გავიდა, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში, თუმცა მანამდე მინდა დავიწყო დიდი მადლობით ყველას მიმართ, ვინც დონაციას ეწევა, როგორც თქვენ ხედავთ და გესმით, ხმის პრობლემა არხზე მოგვარებულია. დონაცია გრძელდება სხვა ტექნიკური ხარვეზების გამოსასწორებლად, ვისაც სრული გაქვთ აღწერაში ანგარიშის ნომერია. თქვენ კი ვისაც დონაციის საშუალება არ გაქვთ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიყურებთ, არხი გამოწერილი გაქვთ, აქტიურობთ კომენტარებში, ვინც პირველად უყურებთ არხს, გთხოვთ გამოიწეროთ ის და ლაიქოთ ვიდეო, ასევე იაქტიუროთ კომენტარებში, განათავსოთ თქვენ სოციალურ ქსელებში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაყურებლის 70% ჯერ კიდევ არ არის არხის გამომწერი, ასე რომ გთხოვთ, ვინც მიყურებთ და არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი. დავიწყოთ სიტუაციით ფრონტზე, რა თქმა უნდა, პოკროვსკში კვლავ კრიტიკული რჩება მდგომარეობა. კრიტიკულია ეს მდგომარეობა ბოლო 14 დღეა, მას შემდეგ რაც დიდი შეჟონება მოხდა რუსების მიერ ქალაქში და მიმდინარეობს იქ სასტიკი ბრძოლები. თუ კი გადავხედავთ რუსულ და უკრაინულ წყაროებს, ჩვენ ნახავთ ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო სათაურებს და ინფორმაციებს. რუსული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ დამთავრებულია პროკოროვსკის ბედი გადაწყვეტილია, რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქზე კონტროლი აქვთ, ხოლო თუ გადავხედავთ უკრაინულ წყაროებს, იქ წავიკითხავთ, რომ სიტუაცია კრიტიკულია. თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების სიტუაციას აკონტროლებენ, მიმდინარეობს ქალაქის წმენდის სამუშაოები და ერთი შეხედვით ეს, ასე ვთქვათ, ორი ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა თუ დავაკვირდებით, არაფერი ამაში ურთიერთგამომრიცხავი არ არის და მთელი სურათის შესაქმნელად სწორედ ეს ორი ინფორმაციაა საჭირო. ერთის მხრივ დიახ, ქალაქი ყველა რუკის მიხედვით პრაქტიკულად სრულად საბრძოლო მოქმედებების ალშია გახვეული, ასე ვთქვათ. აი ასეთია ვითარება Deep State-ის მიხედვით, უკრაინული წყაროს მიხედვით, როგორც თქვენ ხედავთ, ქალაქის ძალიან დიდ ნაწილზე რუსეთის კონტროლი არის, ხოლო ნაცრისფერად მონიშნული ზონეს საბრძოლო მოქმედებები რაც გულისხმობს პრაქტიკულად იმას, რომ თითქმის მთელი ქალაქი აი ამ მცირე მონაკვეთების გარდა არის საბრძოლო მოქმედებებში, რაც შეეხება რუსულ წყაროს, სლივოჩნი კაპრიზს, უნდა ითქვას, რომ ისინი რაღაც ტექნიკური შეფერხებებით მუშაობენ, ბოლო განახლება 2 ნოემბერს აქვთ, თუმცა აი ამ განახლებითაც შანს, რომ რუსული რუკის მიხედვით თითქმის 80%-ს ქალაქისა რუსები აკონტროლებენ, ხოლო რაც შეეხება ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკებს, ის ასე გამოიყურება. აქაც აი წითელი ზონით არის ის, რაც რუსებს აქვთ დაკავებული ამ დროისთვის, ხოლო ნაცრისფერი ზონით არის ის, სადაც საბრძოლო მოქმედებები არის. აი ასეთი არის სხვაობა აი ამ სამ რუკას შორის, თუმცა ასე ვთქვათ, სამივე რუკის მიხედვით საკმაოდ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს პოკროვსკიში. პოკროვსკიში ახლა რა ვითარებაც არის და სიტუაციაც არის, ნამდვილად გულისხმობს იმას, რომ რუსები პრაქტიკულად მთელს ქალაქზე კონტროლს ახორციელებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგადად სიტუაციას შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელები აკონტროლებენ, მიმდინარეობს იქ წმენდის სამუშაოები და ამაზე თუნდაც ის ვიდეო მიანიშნებს, რომელიც უკრაინელებმა გაავრცელეს, აი ამ ადგილას არის ასე ვთქვათ, აი ამ ადგილას არის ქალაქ პოკროვსკის ადმინისტრაციული შენობა, რომელზეც იყო რუსების დროშა აღმართული, ასე ვთქვათ, და შემდეგ უკრაინელებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ეს შენობა გაწმინდეს, ასე ვთქვათ, და უკრაინის დროშა გადმოფინეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ აქ მიმდინარეობს საკმაოდ სასტიკი ბრძოლები და ვითარება მართლაც რომ კრიტიკულია. სიტუაცია, რომელიც შექმნილია ახლა პოკროვსკიში, აქედან გამომდინარე, რომ ვიმსჯელოთ მასზე უკრაინის კონტროლის აღდგენა უფრო მეტად ჰოლივუდური ბლოკბასტერის სცენარია, ვიდრე რეალური ამბავი. იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლა ძალიან უთანასწოროა, ბოლო მონაცემებით, მათ შორის უკრაინელების მიერ გავრცელებული მონაცემებით, აქ 8-1-ია შეფარდება და თუ დაუშვებთ, რომ უკრაინელები ასე ვთქვათ აჭარბებენ და
დაუშვათ რომ აჭარბებენ და 4-1-ზე არის შეფარდება, ესეც საკმაოდ დიდი რაოდენობა არის. შესაბამისად, ბრძოლები მართლაც ასე ვთქვათ, სასტიკია. აქ ახლა ასე ვთქვათ, უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით, რა ურჩევნიათ, იბრძოლონ ბოლო ჯარისკაცამდე, იბრძოლონ ბოლომდე, სანამ შესაძლებელია ქალაქის შენარჩუნება, რასაც მოყვება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მსხვერპლი, როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხარის მხრიდან, თუ უკან დაიხიონ. ზოგადად, როდესაც თავდაცვაში გიწევს ყოფნა, ბევრი არჩევანი არ გაქვს, ან იბრძვი ბოლომდე ნებისმიერი ქალაქისთვის, ან სტრატეგიულ გადაჯგუფებას და უკან დახევას ახორციელებ. ამ შემთხვევაში ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა, თუმცა უმრავლესობა მათგანი, ვინც ახლა უშუალოდ ფრონტზეა და იქიდან გადმოსცემს გარკვეულ ინფორმაციებს, აღნიშნავს, რომ სიტუაცია პოკროვსკში ძალიან გავს სიტუაციას ბახმუთში და ავდიივკაში, როდესაც უკრაინელები პრაქტიკულად ბოლომდე იბრძოდნენ. ახლა იქნება საფრთხე, რომ აი ეს ჯიბე გაკეთდეს სამხრეთ აღმოსავლეთით პოკროვსკისგან და აი აქ განლაგებული უკრაინული ჯარები, ასე ვთქვათ, გარკვეულ საფრთხეში და ალყაში მოექცნენ და შესაბამისად ის ბრძოლები, რომელიც ახლა პოკროვსკში მიმდინარეობს და წინააღმდეგობა, რომელსაც უკრაინელები უწევენ რუსებს, შესაძლოა მიმართული იყოს სწორედ აი ამ ჯიბიდან, ასე ვთქვათ, უკრაინული ჯარების მეტნაკლები ორგანიზებული გამოყვანისთვის. მაგრამ არავინც ის აქ რა მოხდება, ცოტა ხანში შემოგთავაზებთ მიმოხილოს თვითონ პოკროვსკის მნიშვნელობაზე, მანამდე კი მინდა გესაუბროთ უკრაინის სამხედრო დაზვერვის დესანტზე, შავი ქორის დესანტზე. მართალია ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის დაძველებით არის, თუმცა ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დანიშნულება ჰქონდა აი ამ დესანტირებას და რა მოხდა მაშინ, რა იყო მათი დავალება. მოკლედ, როგორ იყო თანმიმდევრობა? დაახლოებით 29 ოქტომბერს გაჩნდა პირველად ინფორმაციები მის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ სასწაული ოპერაცია ჩაატარა, ისეთი ოპერაცია, რომელიც სამომავლოდ, ასე ვთქვათ, შევიდოდა სამხედრო სახელმძღვანელოებში. ამის შემდეგ გავრცელდა უკვე რამდენიმე დღეში კადრები, რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორ ხდება ულტრადაბალ სიმაღლეზე შეფრენა შავი ქორებით, ამერიკული შავი ქორებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმის დესანტირება. ამ კადრებს მაშინვე მოყვა რუსული პროპაგანდა, რომ ჩვენ ყველა 11-ვე დესანტი 11-ვე მათგანი, ყველა მათგანი გავანადგურეთ და ჩამოვაგდეთ ვერტფრენი. საიდან მოვიდა 11, შავ ქორს შეუძლია 11 ადამიანის დესანტირება, მეტის არა, შესაბამისად, როდესაც ნახეს კადრები, რომ დესანტი მოხდა, თქვეს, რომ ყველა 11-ვე გავანადგურეთ, თუმცა მერე მოყვა უკვე მას მეორე ახალი კადრები, სადაც გამოჩნდა, რომ ორი ვერტფრენი შეფრინდა, ანუ მაქსიმუმ 22 ადამიანი და რომც დაუშვათ, რომ სიმართლეა, რომ 11 ჯარისკაცის ლიკვიდაცია მოხდა, გამოდის, რომ მეორე 11 ჩაერთო ბრძოლებში. მოკლედ, ისეთ აბსურდში შევიდნენ რუსები, რომ ბოლოს თვითონვე უარყვეს ეს ინფორმაცია, თითქოს ეს დესანტი სრულად გაანადგურეს. ახლა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება, რა დავალება შეიძლება ქონოდა ამ დანაყოფს. ჩვენ ეს არ ვიცით, რადგან ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გავრცელებულა, მაგრამ კლასიკური სამხედრო თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ და კონტექსტიდან ამოვიღებთ და არ ჩავთვლით, რომ ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი, უკრაინის სამხედრო დაზვერვა და უბრალოდ სამხედრო კლასიკური თვალსაზრისით ჩავთვლით, ასეთი დესანტირების და ასეთი ოპერაციების დანიშნულება არის რამდენიმე, ერთი მაღალი ინტერესის სამიზნის ლიკვიდაცია ან მოტაცება, მეორე მაღალი ასევე სამიზნის ინტერესების მქონე, ანუ ვიღაცა გამორჩეული ადამიანის ფრონტზე შეყვანა, ან იქიდან გამოყვანა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსებს ან უკრაინელებს ამ ზონაში ყავდათ ასეთი სამიზნე, ვიღაცა ვინც ღირდა ამ ოპერაციად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს კლასიკური ვერსია მსგავსი ტიპის ოპერაციების გამოვრიცხოთ, მაგრამ ასევე შესაძლოა, რა თქმა უნდა, რომ მაღალი სამხედრო საიდუმლოებიდან გამომდინარე, მართლაც იყო ასეთი რამ. არ ვიცი ჩვენ ამის შესახებ, მაგრამ აი ამ ზონაში მოხდა დესანტირება. ეხლა გაჩვენებთ რუკაზე. აი ეს არის
ასე ვთქვათ, დესანტის ადგილი დაახლოებით, სადაც მოხდა და აი ამ ასე ვთქვათ, კადრების გავრცელების შემდეგ, ანუ ეს ადგილი გეოლოკაციების მიხედვით იყო დადგენილი და შემდეგ უკვე სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცრაზმის დანიშნულება იყო გზების დებლოკადა. აი აქ გადის ასე ვთქვათ, ეხლა გადავიდეთ ასეთ მანიშნებელზე. აი აქ იყო დესანტი. აქ გადის რკინიგზა. ეს არის გზა პავლოგრადიდან, რომელიც პოკროვსკში შემოდის და შემდეგ უკვე სამხრეთით არსებულ ჯარებს ამარაგებს. ეს არის გზა, რომელიც მიდის მიხოროდისკენ და აქ არის კიდევ ერთი პატარა სასოფლო გზა, რომელიც გადის და რომელიც იყო მომარაგების ხაზი. ანუ საუბარი იყო, რომ თითქოს აი ამ ადგილის დებლოკატისთვის იყო ეს დესანტი. შეგახსენეთ, რომ აი აქ იყო ასე ვთქვათ, დესანტი და აი ამ ადგილის ამ გზაჯვარედინის დებლოკადა იყო საჭირო, როგორც სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. თუმცა, თუ კი შევხედავთ რუკაზე ვითარებას, ჩვენ ნახავთ, რომ 29 ოქტომბერს, როდესაც ეს ოპერაცია მოხდა, აი ესეთი ვითარება იყო. გამოდის, რომ აი ამ ზონაში მოხდა დესანტირება და აი ამ ზონის დებლოკადაზე იყო საუბარი. ეს ცოტა გაუგებარია, რადგან ამ მიმართულებებიდან მოდიოდა რუსული შეტევა და 22 დესანტეს, რაც არ უნდა ძლიერი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი იყოს ის, ნამდვილად გაუჭირდებოდა მათი შეკავება და მით უფრო თუ შევხედავთ ვითარებას, აი ასეთი იყო 29 ოქტომბრის მდგომარეობა, ხოლო აი ასეთი არის დღევანდელი მდგომარეობა, ანუ გაფართოვდა, როგორც ხედავთ, რუსების კონტროლი. მართალია საბრძოლო მოქმედებების არეალი იგივე რჩება, ჯერ რკინიგზის ხაზი Deep State-ის მიხედვით არ გადაუკვეთავთ, თუმცა საბრძოლო მოქმედებები აქ გრძელდება. შესაბამისად, თუ კი მისია იყო ამ გზის დაცვა, ჯერჯერობით არც თუ ისე წარმატებული, მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთხელ უკრაინული კონტექსტი, რას წარმოადგენს უკრაინის სამხედრო დაზვერვა. როგორც წესი და კლასიკურად ისევ სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმის დანიშნულება არ არის ასეთ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, თუმცა უკრაინული რეალობიდან გამომდინარე, დღეს სამხედრო დაზვერვა გური წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ელიტურ დანაყოფს, უბრალოდ ელიტური დანაყოფია, რომელიც კი ექვემდებარება გენშტაბს, თუმცა ცალკე ბიუჯეტი აქვს, ცალკე შეიარაღება აქვს, ცალკე სპეცრაზმი ყავს და ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ელიტური დანაყოფია და არა კლასიკური გაგებით სამხედრო დაზვერვის დანაყოფი. შესაბამისად, ის ინფორმაციები, რომელიც ოფიციალურად ვრცელდება, არის ის, რომ დაზვერვის სპეცდანიშნულების რაზმი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ატარებენ ოპერაციებს და შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ აი ეს 22 კაციანი დესანტი, რომელიც გადასმული იყო პოკროვსკში, შეერია უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფს და ისინი დგანან ახლა სწორედ პოკროვსკის დაცვის სადარაჯოზე და ის კადრები, რომელიც ძალიან ბევრი ვრცელდება სასტიკე ბრძოლების, შენობებში ბრძოლების, შენობიდან შენობაში, ერთ შენობაში, სწორედ გურიც არის ჩართული. ჩვენ ვიცით, რომ პოკროვსკში მიუხედავად კრიტიკული ვითარებისა, უკრაინელები ცდილობენ სიტუაცია აკონტროლონ, სახლები გაწმინდონ და იქ მიმდინარეობს მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, ოპერაციები, თუმცა ნახოთ ამ ყველაფრიდან ბოლოს რა გამოვა, როგორც გითხარით, რეალობა, რომელიც ჩანს აი ამ რუკებიდან, არის ისეთი, რომ უფრო მეტად ჰოლივუდური ბლოკბასტერის სცენარს გავს პოკროვსკიზე კონტროლის აღდგენა, ვიდრე შესაძლო რეალობას. და აქვე ახლა ვისაუბროთ თვითონ პოკროვსკის მნიშვნელობაზე და დანიშნულებაზე. პოკროვსკი მდებარეობს დონეცკის ოლქის უკიდურესად სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე. სადაც ასე ვთქვათ, გზაგასაყარია, ერთის მხრივ ზაპოროჟიეს ოლქს ესაზღვრება, მეორეს მხრივ დნეპროპეტროვსკის ოლქს და პოკროვსკის აქვს სამხედრო კუთხით მხოლოდ ტაქტიკური დანიშნულება და არა სტრატეგიული, ასე ვთქვათ, მისი დაცემით რა თქმა უნდა, ეს იქნება დიდი დანაკარგი და პირველ რიგში პოლიტიკური მნიშვნელობის დანაკარგი უკრაინისთვის და შენაძენი თავის
თავის მხრივ რუსეთისთვის. თუმცა რომ ვთქვათ, რომ ბრძოლის მიმდინარეობაზე და ომის მიმდინარეობაზე რაიმე, ასე ვთქვათ, შედეგს და გადამწყვეტ როლს ითამაშებს ეს ტყუილი იქნება. მე შეგახსენებთ, რომ აი ასეთივე ზარზეიმით ბჭყალებში, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკარგის ხარჯზე აიღეს რუსებმა ბახმუტი, აიღეს ავდიივკა და ვის ახსოვს დღეს ბახმუტი და ავდიივკა, ან რა შეცვალა რეალურად ომის მიმდინარეობაში ბახმუტის და ავდიივკის აღებამ რუსებისთვის. არც არაფერი 3-4 დღიანი პროპაგანდისტვის გამოიყენეს და დასრულდა. ასე იქნება სავარაუდოდ პოკროვსკიც. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პოკროვსკი არის ნახევარი რუსთავის სიდიდის ქალაქი. პოკროვსკის რუსები მიადგნენ შარშან სექტემბერში, ანუ 13 თვის წინ და 13 თვის და 2 კვირის წინ, ასე ვთქვათ, და ბოლო 2 კვირა შეჟონილი არიან ქალაქში და მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები. თუ კი უკრაინელები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბოლომდე იბრძოლონ, შესაძლოა ეს ბრძოლები კიდევ მინიმუმ 2 კვირა გაგრძელდეს, მაქსიმუმ რამდენიმე თვეც, იმიტომ რომ იქ არის, ასე ვთქვათ, სახლები, იქ არის ინფრასტრუქტურა, იქ ბოლო 1 წელია იცავენ წარმატებით ამ ქალაქს უკრაინელები, შესაბამისად იქ არის ამის ტექნიკური შესაძლებლობა. უბრალოდ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად უღირთ ახლა იქ დამატებითი ძალების გადასროლა. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში პოკროვსკის დაცემა, როგორც ჩანს, უფრო მეტად დროის ამბავია, ვიდრე რაიმე სხვის და კიდევ ერთხელ ეს იქნება უბრალოდ კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც სრულად განადგურებულია და ის ომის მიმდინარეობაზე ვერაფერს შეცვლის. მე შეგახსენებთ, რომ ჩავარდნილი საგაზაფხულო და საზაფხულო შეტევების შემდეგ შემოდგომის კამპანიის დროს უცვლელი იყო სამიზნეები, ეს იყო დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების საზღვრებზე გასვლა, მინიმუმ დონეცკის ოლქის საზღვარზე უნდა გასულიყვნენ, მაქსიმუმ რაც მეც მიიღებდნენ ზაპოროჟიესა და ხერსონში უკეთესი. აქვე ოქტომბრის დასაწყისში შეგახსენებთ, რომ გერასიმოვმა პუტინს უპატაკა, რომ საშემოდგომო კამპანიის მიზანი იქნებოდა ზაპოროჟიეს აღება. ზაპოროჟიეს თუ აიღებდნენ, ეს მართლაც იქნებოდა ხელშესახები წარმატება, თუმცა იმ მიმართულებით ძვრაც კი არა აქვს რუსეთს, თუმცა ძვრა აქვს პოკროვსკის მიმართულებით. ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსები უტევენ იქ, სადაც შეუძლიათ და არა იქ, სადაც უნდათ. გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მაშინ, როცა რუსული პროპაგანდა პოკროვსკის აღებას გამარჯვებად შეგვასაღებს, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამოცანა იყო ჩრდილოეთით სუმის და ხარკოვის ოლქში დაახლოებით 40-60 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა და ასევე დონეცკის, ხერსონის და ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვრებზე გასვლა. ასე რომ ეს მისია ამ გადმოსახედიდან შეუსრულებელია, ვერც საშემოდგომო კამპანიის დროს მიიღებენ ამ შედეგებზე ვერ გავლენ და ამას პრაქტიკულად რუსეთშიც აღგერებენ, იქიდან გამომდინარე, რომ მოსკოვიდან, კრემლიდან ორი ინფორმაცია ამ მიმართულებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ერთი ინფორმაციის დადასტურება შესაძლებელია, მეორესი უბრალოდ რუსული წყაროებია, მისი დადასტურება ამ დროისთვის შეუძლებელია. ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის დადასტურება შეუძლებელია, ასე გამოიყურება, რომ პუტინმა გენერალიტეტს დაუსახა მიზნად, რომ არა უგვიანეს 2026 წლის 24 თებერვლისა, ანუ ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე, ისინი უსიკვდილოდ უნდა გავიდნენ ყურადღებით დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე. არა ლუჰანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი, რაც ასე ვთქვათ, კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი, არამედ მხოლოდ დონეცკის ოლქის საზღვარზე. ანუ აი ამ ინფორმაციის საფუძველზე პუტინმა გასცა ბრძანება, რომ თებერვლის ბოლომდე, 2026 წლის თებერვლის ბოლომდე დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე უნდა გავიდნენ რუსები. იმავე წყაროს ინფორმაციით ამ შემთხვევაში გენერალიტეტმა პუტინს მოთხოვა დამატებითი ცოცხალი ძალა.
იმისთვის რომ ეს მისია შეასრულონ და უკვე გადავდივართ ინფორმაციაზე, რომელთა დადასტურება შეიძლება და ბრძანების ფოტოები არის გავრცელებული ინტერნეტში, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას გაწვევის უწყვეტი ციკლის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ომის დაწყებიდან მალევე იყო, ასე ვთქვათ, დიდი მობილიზაცია, თუმცა შემდეგ რუსები გადავიდნენ საკონტრაქტო სისტემაზე და ნებაყოფლობით, ვისაც უნდა საკმაოდ მაღალი ხელფასის სანაცვლოდ მიდიოდა ომში, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი და ახლა თუ კი მანამდე იყო, ასე ვთქვათ, სტანდარტული გაწვევა საგაზაფხულო და საშემოდგომო რუსეთში, ახლა ახალი ბრძანების მიხედვით ეს იქნება უწყვეტი ციკლი, რაც იმას გულისხმობს, რომ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება გაწვევა და როდესაც და რამდენი ადამიანის დაჭირდება, იმდენს გაიწვევს სიკვდილის მანქანა და აი ასე ვლადიმერ პუტინის საჯიში რუსებს ამოხოცავს, გაუშვებს ფრონტზე, ხორცაკებ მანქანაში, ჩვენ ვიცით რა დიდი არის დანაკარგები რუსული დანაკარგები ფრონტზე. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ახალი ცოცხალი ძალა და კიდევ ერთხელ, როდესაც ცოცხალ ძალას ვეძახი, ამას ცოტა ცინიკურად ჟღერს, იმდენად რამდენადაც პრაქტიკულად სასაკლაოზე უშვებენ ამ ხალხს, შეემატება რუსულ არმიას ახალი სისხლი, ასე დავარქვათ, გადატანითი და პირდაპირ მნიშვნელობით. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, ერთ და ორ თვეში ვერ მოხდება, რადგან წვევანდელების გაწვევის შემდეგ მათი გარკვეული გადამზადება უნდა მოხდეს, მინიმუმ 2-3 კვირიანი და შესაბამისად უნდა ველოდოთ, რომ უკვე ზამთრის შუა პერიოდში, ანუ დეკემბრის შუა რიცხვებში, უпростоრად ახალი ძალა დაემატება ფრონტზე რუსეთს. ვნახოთ ამ მიმართულებითაც როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახოთ შეძლებს თუ არა ასე ვთქვათ, პუტინი გავიდეს დონეცკის საზღვარზე, თუნდაც ომის 4 წლის თავზე. შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 3 დღეში, ან 3 კვირაში, ან 3 თვეში მაინც კიევი უნდა აეღო კრემლს, თუმცა 4 წელი სრულდება და ახლა ახალი დავალება აქვს გენერალიტეტს, გავიდეს დონეცკის ოლქის საზღვარზე. ისიც სათუოა, რამდენად შეძლებენ ამას. იმ ფონზე მით უფრო, როდესაც ბირთვული ომი სულ უფრო ახლოს არის. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ხმაურიანი სათაური, ეს რეალობაა. ჩვენ ნახეთ, რომ ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე იყო ბირთვული რიტორიკის ესკალაცია. როდესაც მუდმივად მიმართავდა რუსეთი ბირთვულ შანტაჟს და შემდეგ ერთ დღესაც ამ ბირთვულ შანტაჟზე ამერიკა აღარ დაემორჩილა და ტრამპმა თქვა, რომ თქვენ რამდენიც კიდათ იმდენი ლაპარაკეთ, მე მივიწყებ ბირთვულ გამოცდებს. და ერთ წინა ეპიზოდში, როდესაც ეს თქვი, გარკვეულ მომხმარებელმა ისე გაიგეს თითქოს მე ვთქვი, რომ რადგან რუსეთის შანტაჟს, ბირთვულ შანტაჟს სოფლიო აღარ ემორჩილება, ეს ნიშნავს, რომ ბირთვული ომის საფრთხე გადავლილია, არა ბატონებო, პირიქით ბირთვული ომის საფრთხე იზრდება. მით უფრო, რომ უკვე აი ამ განცხადების შემდეგ მოხდა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ამერიკელების მხრიდან, სადღაც ვირჯინიის კუნძულებთან 6700 კილომეტრის ფრენის შემდეგ წარმატებით მოხდა სამიზნეს შესაბამისი რაკეტა, რა თქმა უნდა, ბირთვული თავაკი მოხსნილი მქონდა, ამან სრული ისტერიკა გამოიწვია კრემლში და ძალიან აღშფოთდნენ და შეშფოთდნენ. ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც რუსეთის ქმედებებზე დასავლეთი შემოიფარგლებოდა ხოლმე შეშფოთებით, ახლა დასავლეთის ქმედებაზე შემოიფარგლა პუტინი შეშფოთებით, იმიტომ რომ მან ნახა, რომ მისი ბირთვული შანტაჟი უკვე აღარ მუშაობს და საპასუხოდ მიიღო ამერიკული ბირთვული გამოცდა. ეს ყველაფერი როგორც ჩანს გაგრძელდება, მით უფრო რომ რუსებმა პოსეიდონი ბირთვულძრავიანი, ბირთვული თავაკის მატარებელი რაკეტა ჩაუშვეს წყალში და ახლა ვისაუბროთ პოსეიდონზე, როგორც გითხარით, თავშივე და ვანოსი, ამაზეც ვისაუბროთ, თუ რას წარმოადგენს რეალურად პოსეიდონი, უბრალოდ რა შეიძლება წარმოადგენდეს, ჩვენ ბევრი ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს, თუმცა რაც ვიცით არის ის, რომ ეს არის წყალქვეშა ბირთვული რაკეტა. ეს გულისხმობს იმას, რომ წყალქვეშ ეს რაკეტა ცურავს და შემდეგ რაღაც სამიზნესთან მიახლოებისას ფეთქდება
თუმცა როგორ ხდება ეს აფეთქება და რა მნიშვნელობა აქვს? ამ რაკეტას ასე ვერ ხდება, რომ წყალქვეშ მიცურავს, მე ობიექტა რომ მიახლოვდება წყლიდან ამოფრინდება, ავაზ მცაში და იქიდან დაეცემა სამიზნეს, ასე არ მუშაობს. ეს გულისხმობს იმას, რომ მიახლოვდება სანაპიროსთან სამიზნეს სანაპიროსთან ახლოს აფეთქდება, ეს გამოიწვევს გიგანტურ ცუნამს და ეს ცუნამი უკვე დააზიანებს შესაბამის ქალაქს თუ სანაპიროს. აი ასეთი რამე შეიძლება ვივარაუდოთ პოსეიდონში. ნახოთ მოკლედ ესეც რა რაკეტა იქნება, თუმცა ბუროვესნიკის და პოსეიდონის შემდეგ, როდესაც ძალიან თავს იწონებდნენ რუსები, ჩვენ ნახეთ რომ აი ამ თავმოწონებას და აი ამ შანტაჟს დასავლეთი კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არ დაექვემდებარა და პირიქით ტრამპმა საპასუხო ნაბიჯები გადადგა, გარდა ამისა კეთდება სულ უფრო და უფრო მეტი განცხადება ბირთვულ შეიარაღებაზე, ბირთვულ სიძლიერეზე, ვინ უფრო ძლიერია ამ მიმართულებით, ასე რომ დიახ, ბირთვული ომის საფრთხე არსებობს, ის იზრდება და ამ მიმართულებით საინტერესოა დაკვირვება ცინიკური სათქმელია, თუმცა ფაქტი ეს არის, ფაქტობრივი მოცემულობა ეს არის. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო. კიდევ ერთხელ ნამდვილად პოკროვსკში ვითარება კრიტიკულია, უფრო მეტად დროის საკითხია, როდის დაამყარებენ სრულ კონტროლს და როდის აიღებენ ქალაქს, მოახდენენ ოკუპაციას რუსები, თუმცა ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა უკრაინელების ასე ვთქვათ თავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ აი იმ ჯიბეში, რომელიც პოკროვსკის სამხრეთ აღმოსავლეთით ვითარდება, დარჩენილი ჯარისკაცებისთვის როგორმე მოახერხოს მათი ასე ვთქვათ ორგანიზებული გამოყვანა. ნახოთ აქ როგორ განვითარდება მოვლენები, ყოველ შემთხვევაში ბრძოლები გრძელდება, როგორც გითხარით, უკვე 2 კვირაა კრიტიკული ვითარებაა ქალაქში, უკვე 2 კვირაა 1-8-თან უკრაინელების შეფასებით. თანაფარდობად მიმდინარეობს ბრძოლები, თუმცა უკრაინელები ჯერ კიდევ სიტუაციას აკონტროლებენ, მათ აქვთ შესაძლებლობა გაანადგურონ კოლონები, მათ შორის ვრცელდება კადრები, როგორ ხდება რუსული მოიერიშე კოლონების განადგურება, როგორც ჯავშან კოლონების, ასევე მსუბუქი ავტომობილების, რომელთაც ხდება რუსი ჯარისკაცების გადაყვანა, გადაადგილება. მოკლედ, ეს ყველა კადრი, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმეა, შესაბამისად YouTube-ზე ვერ გამოქვეყნდება, თუმცა თუ კი ამის ნახვა გინდათ, დაპლიუსდით კომენტარებში და მე ასე ვთქვათ, იქვე დაგიკომენტარებთ შესაბამის Telegram-ი არხების ლინკებს, სადაც შეგიძლიათ ეს კადრები ნახოთ. კიდევ ერთხელ ვითარება კრიტიკულია, თუმცა 2 კვირა ეს ვითარება ნარჩუნდება, მიმდინარეობს მძიმე შეტაკებები. ნახოთ როგორი იქნება უკრაინელების სამხედრო პოლიტიკური გადაწყვეტილება, გააგრძელებენ პოკროვსკისთვის ბრძოლას თუ მოახდენენ გადაჯგუფებას, ტაქტიკურ უკანდახევას და ახალ ასე ვთქვათ საფორტიფიკაციო საზღვარზე გადასვლას. კიდევ ერთხელ დიახ, პოკროვსკის აქვს გარკვეული ტაქტიკური მნიშვნელობა ბრძოლის ველზე, თუმცა სტრატეგიულად ის ვერ შეცვლის. პოკროვსკის რუსების კონტროლის ქვეშ გადასვლა არ გულისხმობს დონეცკის ოლქის საზღვრებზე გასვლას, იქ რჩება დიდი სამი ქალაქი, აგლომერაცია, ეს არის კონსტანტინოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი და მის უკან კიდევ დიდი სივრცე. შესაბამისად ნახოთ აქ რა მოხდება, თუმცა აქვე კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, დეტალი, საზაფხულო კამპანიის ყველაზე დიდი წარმატება რუსეთისთვის იყო დობროპილიეს გარღვევა, 10-12 კილომეტრიანი გარღვევა შეძლეს იქ, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ უკრაინელების ძალისხმევის შედეგად ეს გარღვევა აღმოფხრილია, მისგან აღარაფერია დარჩენილი და შეძლეს პრაქტიკულად სასწავლებრივად აი ამ გარღვევის აღმოფხრა და უკან დაბრუნება. იქნებ კიდევ ერთი სასწავლი მოხდეს და პოკროვსკის მიმართულებითაც ასე განვითარდეს მოვლენები, თუმცა კიდევ ერთხელ ჩემს სუბიექტურას გეტყვით, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. დღევანდელი ეპიზოდი ასეთი გამოვიდა. დიდი მადლობა, ვინც მიყურებდით, მადლობა ყველას, ვინც აქტიურობთ კომენტარებში, ვისაც არხი გამოწერილი გაქვთ, განსაკუთრებული მადლობა, ვინც დონაციას ეწევა. კიდევ ერთხელ დონაციის სურვილებს შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერია. ახლა გამოსწორებულია, რისთვისაც დიდი მადლობა. ახლა სხვა ტექნიკური ხარვეზების გამოსასწორებლად გრძელდება ფულის შეგროვება. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ, გამოიწერეთ არხი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გამომწერების მაყურებლების 70% არხის გამომწერი არ არის. მადლობა, დროებით ნახვამდის.